რატომ აქვს აფრიკულ ქვეყნებს ასეთი სწორხაზოვანი კონტურები რუკაზე და რას ნიშნავს ეს? აფრიკა კონტინენტი, რომელიც ათასობით წელია სიმდიდრით არის ცნობილი. დღესაც მასში ინახება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიაღისეული რესურსები, როგორიცაა ოქრო, ალმასი, ურანი, კობალტი, რკინა და სხვა. მაგრამ პარადოქსია, რომ ბუნებრივი სიმდიდრეების მიუხედავად, აფრიკის ქვეყნების უმრავლესობა კვლავაც სიღარიბესა და პოლიტიკური არასტაბილურობის პირობებში ცხოვრობს. მაგალითად, 2022 წელს უგანდამ გამოაცხადა, რომ აღმოაჩინა დაახლოებით 13 ტრილიონი დოლარის ღირებულობის ოქროს საბადო. ეს სიახლე მსოფლიოს მედიაში მალევე გავრცელდა, თუმცა ეს მხოლოდ ზედაპირული მაგალითია იმისა, თუ როგორ არის აფრიკა გლობალური ინტერესების ცენტრში. დიდი სახელმწიფოები და კორპორაციები ერთმანეთს ეჯიბრებიან აფრიკის სიაღურსეულობის სამართავად. ჩინეთი, ამერიკა, რუსეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი ყველა მძალას სურს წვდომა იმ სიმდიდრეზე, რომელიც აფრიკის მიწისქვეშაა ჩაფლული. და მაინც ვის ეკუთვნის ეს სიმდიდრე? აფრიკელ ხალხს თუ მათ, ვინც დედამიწის მეორე მხარეს გადაწყვეტილებები მიიღეს? აქ ეს კითხვა დროებით გავყინოთ და დაუბრუნდეთ ისევ საწყის. რატომ აქვს აფრიკულ სახელმწიფოებს ასეთი გამოკვეთილი კონტურები? როდესაც აფრიკის რუკას ვუყურებთ, ეს არის კონტინენტი, რომლის ქვეყნები თითქოს სახაზავით ახაზის, გრძივი და განივი ხაზებით გაყვეს. თითქმის გეომეტრიული სიზუსტით. როცა პირველად ხედავთ ამას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს საზღვრები ბუნებრივიც კია, რომ ასე განსაზღვროს მას ტოპოგრაფია, მდინარეები და მთები. მაგრამ რეალობა სულ სხვაა. აფრიკის რუკაზე ეს სწორი ხაზები არის პოლიტიკის, ძალაუფლებისა და კოლონიალური შინის კვალი. ამ საზღვრების უმრავლესობა დახაზეს არა აფრიკელებმა, ამ მიწაზე მცხოვრებმა ხალხმა, არამედ ევროპელმა ლიდერებმა. მათ, ვინც აფრიკის მიწაზე ფეხიც კი არ ჰქონდათ დადგმული. ეს საზღვრები გადაწყდა ევროპული ქალაქის ერთ დიდ დარბაზში, ბერლინში 1884 წელს, როდესაც აფრიკა გახდა რესურსებისა და წიაღურსეულების საპრიზო ადგილი. დაჯდა რამდენიმე ევროპული სახელმწიფო კარტოგრაფებთან ერთად და ხაზებს ავლებდნენ რუკაზე. ზოგჯერ მდინარეების მიხედვით, ზოგჯერ პარალელებისა და მერიდიანების გასწვრივ. ზოგჯერ უბრალოდ იმ ლოგიკით, ვის რა ტერიტორია სურდა. მათ არ აინტერესებდათ, რა ენაზე ლაპარაკობდნენ ამ მიწაზე, როგორ ცხოვრობდნენ იქაური ტომები და რა სცემდნენ თაყვანს. ან ვინ იყო ვინმესთვის. ასე გაჩნდა ხელოვნური საზღვრები, რომლებიც ხანდახან ყოფდა ერთსა და იმავე ტომს, ორ ან მეტ ქვეყანას შორის, ან ხანდახან ზუსტად პირიქით, ერთმანეთთან არაფრით დაკავშირებულ ხალხს აიძულებდა ერთ სახელმწიფოში ეცხოვრა. თითქოს ერთიერი იყვნენ. ეს ისტორია ჯერ კიდევ არ დამთავრებულა. სწორი ხაზებით დაყოფილმა სახელმწიფოებმა თავი იპოვეს მუდმივ ბრძოლაში, ეთნიკურ კონფლიქტებში, სამოქალაქო ომებში და გარეცალების გავლენებში. და ეს ბრძოლა ნაწილობრივ იმ ხაზების ბრალია, რომელიც 140 წლის წინ ერთი მაგიდის ირგვლივ სხვა კონტინენტზე დახაზეს. 1884 წელს ევროპაში შეხვდნენ იმპერიების წარმომადგენლები: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პორტუგალია, ბელგია და სხვა ქვეყნები. მაგრამ ამ დარბაზში არც ერთი აფრიკელი არ იყო, არც ერთი ტომის წარმომადგენელი, არც ერთი კულტურის მატარებელი, მხოლოდ უცხოები, რომლებსაც სურდათ, რაც შეიძლება მეტი წაეღოთ კონტინენტიდან, რომელიც მათ არ ეკუთვნოდათ. ამ შეხვედრას ბერლინის კონფერენცია ეწოდა და მისი მიზანი იყო გადაენაწილებინათ აფრიკა ისე, რომ ერთმანეთთან ომი არ დაეწყოთ. ანუ კონფლიქტი რომ აეცილებინათ, გადაწყვეტეს კონტინენტი გეომეტრიული წესით გაენაწილებინათ. სწორედ მაშინ დაიდო საფუძველი იმ პრობლემებისა, რომლებიც დღემდე აფრიკის ბევრ ქვეყანაში მწიფდება. უამრავი ომი, განხეთქილება, პოლიტიკური არასტაბილურობა და ეკონომიკური სირთულე სწორედ იმ საზღვრების შედეგია, რომლებსაც არანაირი ისტორიული ან ადამიანური საფუძველი არ ჰქონდა. ამ კონფერენციამ აფრიკას წაართვა უფლება. თვითონ გადაეწყვიტა, სად იწყება ერთი და სად მთავრდება მეორე სახელმწიფო. ერთმა სხდომამ შეცვალა მთელი კონტინენტის მომავალი და ეს შეცდომა ჯერ კიდევ არ გამოსულა. ბერლინის კონფერენციის შემდეგ აფრიკის კოლონიზაცია კიდევ უფრო გააქტიურდა. რამაც გამოიწვია არა მხოლოდ მასობრივი სარგებლის მოპოვება ევროპელებისთვის, არამედ დაუნდობელი ძალადობა ადგილობრივი კულტურებისა და ტრადიციების წინააღმდეგ. ევროპელებმა ახალი ტერიტორიები ისე დაიკავეს, რომ არ ითვალისწინებდნენ არც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს, არც ბუნებრივ პირობებს და არც მათ სოციალურ სტრუქტურებს. აფრიკული ქვეყნების გზა დამოუკიდებლობისაკენ მეტად რთული აღმოჩნდა
ამ შექმნილ ხელოვნურად შექმნილ საზღვრებში. ეს გადიოდა ეთნიკურ კონფლიქტებსა და სისხლიან სამოქალაქო ომებზე. მაგალითად, რიგ ქვეყნებში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები იბრძოდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ, რაც სწორედ ბევრ შემთხვევაში გამოდიოდა კოლონიალური მმართველობის მემკვიდრეობად. სამომავლოდ კი ბერლინის კონფერენციის გავლენამ და კოლონიალურმა ექსპანსიამ მიიყვანა შედეგები უთანასწორობამდე, სადაც აფრიკის ქვეყნები რჩებოდნენ ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოკიდებული ყოფილ კოლონიზატორებთან. სწორედ ამიტომ მრავალ ქვეყანაში განვითარება შეფერხდა და უსამართლო სამოქალაქო სისტემების ჩამოყალიბდა. ბერლინის კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი ნაღმიც ის იყო, რომ ევროპელებმა არ შექმნეს სამართლიანი მმართველობის სისტემა და სწორედ არ მოამზადეს აფრიკული საზოგადოება დამოუკიდებლობისათვის. სწორედ ამის გამოც ბოლო ორი საუკუნეა აფრიკაში ხანგრძლივი და რთული პოლიტიკური კრიზისები მიმდინარეობს, რომელიც არ წყდება და ალბათ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება კიდეც. პირველი და ყველაზე თვალსაჩინო შედეგი იყო მასობრივი კოლონიური ექსპანსია. ევროპელებმა თითქმის მთლიანად დაიკავეს აფრიკის მიწები. ზოგიერთმა ქვეყნებმა აფრიკის თითქმის 90%-ზე აიღეს კონტროლი. ეს პროცესი ხშირად ხორციელდებოდა ძალადობით. ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ გაიმართა ბრძოლები. გამოყენებული იყო სამხედრო ტექნიკა და აფრიკელები ხშირად იმყოფებოდნენ დაქვემდებარებული ძალის მდგომარეობაში. კონგოს შემთხვევა განსაკუთრებით სასტიკი იყო. ბელგიის მეფის ლეოპოლდ მეორის პირადი რეჟიმი გამოირჩეოდა სისასტიკით. სამუშაოში იძულებითი შრომა და მასობრივი უფლებების შელახვა იყო გავრცელებული. კონგოს რეჟიმმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფრიკის სხვადასხვა ნაწილში კოლონიური მმართველობები იყენებენ ადგილობრივ სამმართველო სისტემებს, ძირითადად ტრადიციული მეთაურებისა და მეფეების ჩარევით, მაგრამ ევროპული კანონების და ადმინისტრაციის მკაცრი კონტროლით. ამგვარად იქმნებოდა ჰიბრიდული მმართველობის ფორმები, რომლებიც ხშირად ინერგებოდა ძალისხმევით და არ ითვალისწინებდა ხალხის სუვერენიტეტს. მნიშვნელოვანი ფაქტი იყო ინფრასტრუქტურის განვითარება, მაგრამ ეს განვითარება იყო მთლიანად ორიენტირებული კოლონიური რესურსების მოპოვებაზე. აშენდა რკინიგზები, გზები და პორტები, რომლებიც ევროპულ ბაზრებზე საქონლის გამოტანას ემსახურებოდა. კოლონიური დაყოფა გავლენას ახდენდა აფრიკულ კულტურაზე და საზოგადოებრივ სტრუქტურებზე. ბევრი ტრადიციული ცხოვრების წესი და სოციალური სისტემა განადგურდა. ევროპული წესების დანერგვამ გამოიწვია იდენტობის კრიზისი და კონფლიქტები თანამედროვე და ტრადიციულ ღირებულებებს შორის. ასევე აფრიკელებმა არ შეწყვეტეს წინააღმდეგობა. სხვადასხვა ეთნიკური და პოლიტიკური ჯგუფები მართავდნენ ანტისამთავრობო მოძრაობებს, ამბოხებებს და ბოიკოტებს კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ. ეს წინააღმდეგობა იყო წინაპირობა მომავალი დამოუკიდებლობებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად იძულებული იყო დამორჩილებოდა რეჟიმს, აფრიკელები არ წყვეტდნენ წინააღმდეგობას. მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში აფრიკაში ჩატარდა მრავალი ამბოხება, როგორიცაა მაგალითად ზულუს წინააღმდეგობა სამხრეთ აფრიკაში, მაზიამბოების და სხვა ჯგუფების ამბოხებები. ეს წინააღმდეგობები ხშირად მძიმედ იქნა ჩახშობილი, მაგრამ წარმოადგენდა სამოქალაქო გაღვიძების და ეროვნული ცნობიერების დასაწყისს. აფრიკაში დამოუკიდებლობის ტალღა არ იყო შემთხვევითი. ის მრავალი ფაქტორის თანხმედრას წარმოადგენდა, რომლებიც წლების განმავლობაში მწიფდებოდა. ეს იყო დრო, როდესაც კოლონიალური სისტემა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში უმოწყალოდ დამუშავებდა აფრიკას, საბოლოოდ იწყებდა დაშლას. მეორე მსოფლიო ომმა ევროპა რა თქმა უნდა დააქცია. გამარჯვებულების კი, როგორიც იყვნენ ბრიტანეთი და საფრანგეთი, დიდად დაზარალდნენ ეკონომიკურად ამ ომის შედეგად. სწორედ მეორე მსოფლიო ომმა არა მარტო ფინანსური რესურსები გაანადგურა, არამედ ჩამოშალა მათი მორალური უპირატესობა ბრიტანეთის და საფრანგეთის და დაისვა კითხვა, როგორ შეიძლებოდა ევროპას ელაპარაკა თავისუფლებაზე და დემოკრატიაზე, როდესაც თავად უწევდა მმართველობას ისეთ ხალხს, რომლებსაც არასდროს მისცემდა ხმის უფლებას. ამავე დროს 10,000-ობით აფრიკელი მონაწილეობდა ომში. იბრძოდნენ ისინი კოლონიზატორების არმიაში. მათ საკუთარი თვალით ნახეს, რომ ევროპელი ჯარისკაცების ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და არც ღმერთის გამოგზავნილი იყვნენ და არც უცდომელნი. მათ სახში დაბრუნებისას თავში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდათ: თუ ჩვენ შეგვიძლია ვებრძოლოთ იმპერიების გადასარჩენად, მაშინ შეგვიძლია ვებრძოლოთ ჩვენი ქვეყნის გასათავისუფლებადაც კი. ამის შედეგად აფრიკის თითქმის ყველა რეგიონში გაჩნდა ეროვნული მოძრაობები. ზოგან ეს იყო ინტელექტუალური წრეების მიერ დაწყებული კამპანიები,
სხვაგან კი მუშათა გაფიცვები, სტუდენტური აჯანყებები ან შეიარაღებული პარტიზანული ბრძოლებიც. ლიდერები, რომლებიც ადრე განათლებას იღებდნენ პარიზში, ლონდონში და ბრიუსელში, ახლა ბრუნდებოდნენ თავიანთ ქვეყნებში და ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ თავისუფლება შესაძლებელი იყო. სწორედ ამ დაგროვილი პროცესების ფონზე 1960 წელს აფრიკაში ერთდროულად გამოცხადდა 17 ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს კი არ იყო მხოლოდ პოლიტიკური ფაქტი. ეს იყო ფსიქოლოგიური, კულტურული და ისტორიული გათავისუფლებაც. მაგრამ ამავე დროს ეს იყო დასაწყისი ახალი ბრძოლებისა, რომელიც მოიცავდა ეკონომიკური დამოუკიდებლობის, პოლიტიკური სტაბილურობისა და ეროვნული ერთიანობისთვის ბრძოლას. ახლად შექმნილი ქვეყნები აღმოჩნდნენ შუაში წარსულსა და მომავალს შორის, იმპერიებსა და სწორედ იმ დროს ცივი ომის ბლოკებს შორის, რა თქმა უნდა იმედებსა და რეალობას შორისაც კი. ეს ქვეყნები იყო კამერუნი, სენეგალი, მალი, ტოგო, კონგო, კოდივარი, ნიგერია, უფრო სწორედ ნიგერი და სხვები. სულ 17 და ამ 17-დან 14 საფრანგეთის ყოფილი კოლონია იყო. შემდეგ პერიოდში კიდევ რამდენიმე ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. ჩრდილოეთ აფრიკაში დამოუკიდებლობის მოპოვება ყველაზე აქტიური და ხშირად ყველაზე სისხლიანი პროცესი იყო. მთავარი მოთამაშეები იყვნენ ალჟირი, საფრანგეთის ყველაზე დიდი აფრიკული კოლონია. იგი გახდა სამოქალაქო ომის ეპიცენტრი. 1954 წელს დაიწყო ალჟირის ომი, რომელიც საბოლოოდ 1962 წელს დასრულდა საფრანგეთის დამარცხებითა და ალჟირის დამოუკიდებლობის გამოცხადებით. ომი იყო ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი კონფლიქტი აფრიკაში. თანამედროვე აფრიკის კონფლიქტები ხშირად ამ ისტორიულ ჭრილობებს ეხმიანება: ეთნიკური დაპირისპირება, სეპარატიზმი და სამოქალაქო ომები, სუსტი სახელმწიფოები და საგარეო ინტერესების ჩარევა. ამავდროულად აფრიკაში იზრდება ჩინეთის ეკონომიკური გავლენა. ინფრასტრუქტურა, ვალები და სავაჭრო კონტრაქტები ხშირად უარყოფითად დაისახება ადგილობრივ ეკონომიკებზე და რა თქმა უნდა აჩენს ახალ ფორმას საგარეო დამოუკიდებულებისა. თანამედროვე აფრიკა დღეს ერთდროულად არის შესაძლებლობებით სავსე კონტინენტი და რა თქმა უნდა ტრანზიტული სივრცე. მრავალი ქვეყანა ცდილობს წარსულის მოჩვენებებთან ბრძოლას, თუმცა ეს ბრძოლა ხანგრძლივი და ზოგჯერ სასტიკიც გია. მიუხედავად ამისა, აფრიკელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი იმედს არ კარგავს. სწორედ ამ ახალგაზრდობაზე, მათ განათლებაზე, ტექნოლოგიურ ცდომასა და დამოუკიდებელ აზროვნებაზეა დამოკიდებული შეინარჩუნებს თუ არა აფრიკა თავის მომავალს. იმ ღირსებით, სწორედ იმ ღირსებით, რომელიც მას ისტორიულად ყოველთვის ეკუთვნოდა. ამით ეს ჩანაწერი დასრულდა. მადლობთ მოსმენისთვის, გამოიწერით არხი. კარგად ბრძანდებოდეთ.